silver pool of light. მოდაზე ხო არ გვესაუბრა და მოდის სახლებზე და თან კინოზე მე ნესტან ხახუბია ვარ და ეხლა მოგიყვებით იმაზე რაც შეიძლება ვიღაცისთვის უბრალოდ ქსოვილი იყოს მაგრამ პერსონაჟისთვის ეს არის მისი ხასიათის სტატუსის და ეპოქის გამომხატველი ბრენდი კინოში ახალი რუბრიკა voice-over-ების YouTube არხზე ჩემთან ერთად კინოში როგორც წესი შემთხვევითი არაფერია. პირველ ეპიზოდს კი რა თქმა უნდა მოდის და კინოს ყველაზე თვალსაჩინო კოლაბორაციით გავხსნით. The Devil Wears Prada. აღარ მეორე, ჯერ არ გამოსული ნაწილით. Meryl Streep, Anne Hathaway, Emily Blunt, Stanley Tucci და Simon Ashley. ანუ კასტი ისეთია გარანტირებული აქვს ყველაფერი საერთოდ. იმის მიუხედავად რომ სოფლიო პრემიერა 2026 წლის 1 მაისს არის დაგეგმილი სოციალური ქსელების მეშვეობით უკვე საკმაოდ ბევრი დეტალია ცნობილი. მათ შორის ფილმის სიუჟეტი და ის ბრენდები, რომელიც უკვე მეორე ნაწილში აქტიურად გამოჩნდებიან. სხვათა შორის პრემიერის თარიღი შემთხვევითი არ არის. პირველი აიკონიკ ნაწილის გამოსვლიდან 20 წლის იუბილეს ემთხვევა. ანუ თქვენ ხვდებით 20 წელი გავიდა, რაც ეს ფილმი გამოვიდა. ფილმის სიუჟეტი სავარაუდოდ ეფუძნება ლორენ ვაისბერგერის რომანს The Devil Returns, რომელიც ორიგინალური წიგნის გაგრძელებაა. ამ წიგნში ენდი საკს, Anne Hathaway-ის პერსონაჟს უკვე წარმატებული კარიერა აქვს. თუმცა მირანდა პრესლისგან დამოუკიდებლად. ის საქორწინო ჟურნალის რედაქტორია. თუმცა მისი მშვიდი და დაალაგებული ცხოვრება მაშინ იცვლება, როცა მის ცხოვრებაში მირანდა პრესლი კიდევ ერთხელ ჩნდება. The Devil Returns. შინაარს აღარ გავყვეთ და ჩვენი ეპიზოდის მთავარ თემაზე გადავიდეთ. ფილმში ისეთი საოცარი ბრენდები გამოჩნდება და ლუკები, როგორებიც არის Giorgio Armani, Dolce & Gabbana, Jacquemus, ასევე Lanvin, Fendi, Coach, Old Navy და სხვა ძალიან ბევრი, ძალიან მაგარი ბრენდები. ინტერნეტში არაერთი ფოტო გავრცელდა გადასაღები მოედნიდან, სადაც ამ მოდის სახლების 2026 წლის კოლექციებში არიან მსახიობები გამოწყობილები. ცალკე აღნიშნოს იმსახურებს მირანდა პრესლის სათვალეები. აი ახლა მე მაგალითად რომელიმე კომპანია რომ მასპონსორებდეს სათვალის, აუცილებლად თქვენი სათვალე მეკეთებოდა, მაგრამ პირველი ეპიზოდია და გაცდით ცოტა ხანს. გავაგრძელეთ. როგორც იცით, ამ პერსონაჟისთვის ეს აქსესუარი განუყოფელი ნაწილია. მეც ძალიან მიყვარს სათვალეები და მირანდა პრესლი ამით თითქოს სოციალურ ბარიერს ქმნის. მისი თვალები კი ყოველთვის დაცულია პაპარაცების ფლეშ განათებისგან. აი მე კი ვერ ვიცავ ხა. ფილმის ახალ ნაწილში, როგორც ფოტოებიდან ჩანს, მერილ სტრიპის სახეზე აქტიურად ვნახავთ ჯიმი ჩუს, დოლჩე გაბანას, გუჩის და ლანვინის სათვალეებს. იმის მიუხედავად, რომ მირანდას სტილი ყოველთვის სადა და კლასიკურია, ამჯერად მის გარდერობში თანამედროვე მასიური ელემენტებიც ჩნდება. მაგალითად, სათვალეების ახალი ფორმები, მასალა და ფერები. თუმცა ისე, რომ პოდიუმის რედაქტორის იდენტობა არ დაიკარგოს. და სხვათა შორის ამ ყველაფერზე უამრავი ადამიანი ზრუნავს. ეგრეთ წოდებული costume design-ის ჯგუფი რეჟისორთან და ბრენდებთან ერთად და არჩევენ ვინ რა ვიზუალით იქნება კონკრეტულ სცენაში წარმოდგენილი. ამ ჯგუფში მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი მოლი როჯერს უკავია, რომელიც ამერიკელი კოსტიუმების დიზაინერია. ის მრავალი წლის განმავლობაში ლეგენდარულ დიზაინერთან, პატრიცია
ფილდთან მუშაობდა. იცით ვინ არის ეს ქალი? მათ ერთად Sex in the City, Ugly Betty და სხვა არაერთი საკულტო ნამუშევარი შექმნეს. სწორედ როჯერს ეკუთვნის კოსტიუმები Netflix-ის სერიალიდან Emily in Paris. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი ნაწილის გამოსვლის შემდეგ პრადას გაყიდვები მხოლოდ შტატებში 45%-ით გაიზარდა, ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორ არის დაინტერესებული ნებისმიერი მოდის სახლი, რომ ასეთ დიდ და ძვირად ღირებულ პროექტში თავისი პროდუქტი წარადგინოს. სხვათა შორის ერთ-ერთ სცენაში მოვლენები მეტ გალაზე ვითარდება და აი კიდევ უფრო მაგრაველოდები პრემიერის თარიღს. მართლა ძალიან მაინტერესებს მეტგალა თავისი მთელი დიდებულებით როგორ იქნება გადმოცემული ფილმში. სხვათა შორის მერილ სტრიპის პერსონაჟს მირანდა პრისლის, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ისევ პოდიუმის მთავარი რედაქტორია, წითელი ბრტყბიალა რაღაცა ულამაზესი კაბა აწვია. ცალკე საჭორაო თუ რავი რაც გინდა ის დაარქვით, არის ის საოცარი კამპანია, რომელიც ფილმის გამოსვლამდე მიმდინარეობს. დავიწყოთ იმით, რომ ფილმის რამდენიმე ეპიზოდი უკვე გადაღებულია და სად არის გადაღებული იცით? მილანის არიზის მოდის კვირეულებზე. ანუ წარმოიდგინეთ 27 სექტემბერს მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში მერილ სტრიპი და სტენლი ტუჩი დოლჩე და გაბანას გაზაფხულის ზაფხულის 2026 წლის ჩვენებაზე გამოჩნდნენ და რა თქმა უნდა პირველი რიგით დაიკავეს და წინ წამოსკუპტნენ. და ყველაზე საინტერესო და მაგარი იცით რა არის, რომ მსახიობები ამ ჩვენებაზე თავის პერსონაჟებს ანსახიერებდნენ და ანუ მივიდნენ როგორც მერილ სტრიპი კი არა, არამედ მირანდა პრისლი. ანუ სიგიჟეა ნამდვილად. იქ ხალხის ემოციები ხო საერთოდ სხვა იყო და ცალკე მოსაყოლი ყველაფერი, მაგრამ ეხლა გეტყვით ჩემს ყველაზე საყვარელ მომენტს. ამ ჩვენებას ესწრებოდა ანა ვინტური, თვით ანა, რომლის პროტოტიპსაც მერილ სტრიპი ანსახიერებს. მათი შეხვედრის ვიდეო ვოგმა გადაიღო. How are you? So beautiful. I can't believe it. From New York to Milan. This is my first fashion show. You're kidding. Really? სხვათა შორის სანამ ანა ვინტურზე ვსაუბრობთ, ბარემ რაღაც ფან ფაქტებსაც გეტყვით. ერთ-ერთ ინტერვიუში ანა ყვება, რომ ის მივიდა 2006 წელს ფილმის პრემიერაზე პრადას კაბით. ოღონდ ამტკიცებს, რომ საერთოდ არაფერი არ იცოდა, თუ ეს ფილმი მის შესახებ იყო. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ფილმის რეჟისორი დღემდე არ აღიარებს, რომ მერილ სტრიპის პერსონაჟი ანა ვინტურია. თუმცა თავად წიგნის ავტორი, რომლის მიხედვითაც ფილმია გადაღებული, ვოგიში მუშაობდა და მე მგონი ყველაფერი ნათელია. ისე იცოდით, რომ ფილმის პირველ ნაწილში არის ისეთი აქსესუარები და კოსტიუმები, რომლებიც მოდისახლებმა მხოლოდ ერთი და მხოლოდ კონკრეტული პერსონაჟებისთვის შექმნეს. დღემდე ნადირობენ აუქციონერები ამ ნივთებზე. გამორიცხული არ არის, რომ მეორე ნაწილში შევხვდეთ ესეთ ფაქტებს. მაგრამ ჯერჯერობით ამაზე ინფორმაცია მე ვერ ვნახე. თუ რამე იცით, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს ეს ფაქტი. ფილმის პირველი ნაწილის ბიუჯეტი 41 მილიონ დოლარამდე იყო. აქედან 1 მილიონი მარტო ეკუთვნოდა აქსესუარებს, კოსტიუმებს. ან თქვენ წარმოგიდგენიათ, აი 1 მილიონი რო გაქვს და ამ 1 მილიონით რომ დაიყიდო ტოპ ბრენდების ნივთები. აი მე მაგალითად პირველ რიგში, რაც ჩემს wish-list-შია, ეს არის Chanel-ის დიდი ჩანთა, რომელსაც აუცილებლად ვიყიდი. ასევე კარციეს ბეჭედს და თავის სამაჯურს, აი ეს ძველი კოლექცია მომწონსთან ლავის. და შემდეგ ახლებზეც გადავიდოდი. და ძალიან ბევრია ხარ რა მოთვლის და რა გაიხსენებს, აი ჩაწერილი მაქვს და მე თუ დაგაინტერესებთ, აუცილებლად ჩამოგითვლით და აბა ისიც მაინტერესებს, თქვენ რას იყიდით, იქნებ მეც მომწონს და დამიწერეთ. ყველაფერი უნდა წავიკითხო. კომენტარებში ველოდები თქვენს wish-list-ს. ხო და ეხლა ფილმს დაუბრუნდეთ. თქვენ იცით, რომ მეორე ნაწილის ბიუჯეტი 4-ჯერ მეტია თითქმის და მედიაში გავრცელებული ცნობებით 150
$1,000,000 უახლოვდება. ნეტა უღირდათ ამ 150 მილიონის ჩადება, მაგრამ ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი ახალი ბრენდი იქნება ამ ყველაფერში ჩართული და ასევე ლოკაციები სხვადასხვა ქვეყანაში იქნება განთავსებული და სცენები გადაღებული სხვადასხვა ქვეყანაში. გონი რაც ვიცოდი ყველაფერი მოგიყევით. ის გადაგვრჩენია რომ დაველოდოთ ამ საკულტო ფილმის გაგრძელებას და მე რამდენიმე თვეში ვიჭარავთ უფრო დეტალურად. შევაფასოთ, ვნახოთ, რა მოგვეწონა, რა არ მოგვეწონა და ასე შემდეგ. აი მე კი მომავალ კვირამდე დაგემშვიდობებით და please show me love. გპირდებით რომ უფრო საინტერესო განხილვით დაგიბრუნდებით. თან ველოდებით თქვენს რჩევებს. რა ფილმი განვიხილო, რომელი მოდის სახლზე ვისაუბრო, ყველაფერი მაინტერესებს. აუცილებლად გამოიწერეთ voice-overების არხი. თუ გინდათ რომ ხშირად ვნახოთ, დაგვალაიქეთ, დაგვიწერეთ ბევრი კომენტარები. გპირდებით რომ ყველა სათითაოდ წავიკითხავ. მე უკვე მიყვარხართ თან ძალიან და ერთი სული მაქვს კიდევ როდის შევხვდებით. Bye!